ბარბარე შაიდიძე 8 წლის ვსწავლო მე-14 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ცეკვა, ხატვა, სიმღერა, საჭმელის მომზადება. აქედან ყველაზე უფრო მეტად მიყვარს ცეკვა. უკვე 5 წელია ცეკვა მართვეში. თავიდან ყველაზე უფრო გამიჭირდა რეალი. ყველაზე ადვილი იყო ცერებზე დგომა. მართვეში ჩემი მასწავლებლებია დათო და დარო სირაბიძეები. უფრო მხიარულია დათო მასწავლებელი. გვახალისებდა სულ ხუმრობის ხასიათი. დარო მასწავლებელი არის უფრო საქმიანი და სერიოზული. ჩემი საყვარელი ცეკვა არის აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. უკვე 4-ჯერ მქონდა კონცერტი. ყველაზე კარგად მომახსოვდა მეორე. იმიტომ რომ კარგად ვიცეკვე და პირველი ადგილი ავიღეთ. ჩემი შემდეგი კონცერტი მინდა მქონდეს თბილისში. ამ კონცერტზე მინდა მეცვა შავი გრძელი კამა. ამას უნდა ქონდეს შავი ქამარი და ნარინჯისფერი მოსამწმელი. მე ვაპირებ ცეკვაზე ვიარო თურავე წლავდი. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლი. YouTube-ში რომ უყურებდი, ხელით სულ უყურებდი მიგდებდა და ხელს ვაკვირდებოდი როგორ ხატავს და ვისწავლი. ყველაზე ხშირად ვხატავ გოგონას, სახლს, მთას, სოფელს. ყველაზე რთულია ცხენის დახატვა. ყველაზე ადვილია ზღვის დახატვა. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი. არ მიყვარს შავი ფერი. ხუთი ფერია და ყველა ნახატს აბუჭებს. მე ვაგროვებ ჩემ ნახატებს. იმიტომ ვაგროვებ, რომ გამოფენა მოვაწყო. ამ გამოფენაზე დავპატიჟებ ოჯახს, ბებიას, ჩემ კლასელებს, ბიძაშვილებს. საპატიოს უნდა დავპატიჟებ ჩემი ცეკვის მასწავლებლებს. ყველაზე ხშირად ნახატებს ჩუქნი დედიკოს. მეც მიყვარს საჩუქრებს რომ ჩუქნია. თოლის მამო სულ მოაქვს საჩუქრები. ბოლოს მომიტანა სათამაშო სამზარეულო. წელს მინდა მომიტანოს ბევრი სიკერები. ჩემი აზრით თოვლის მამო არის 94 წლის. მისი ნამდვილი სახელია ზაზა. მე ძალიან მიყვარს ჩემი სკოლა. მყავს კარგი მასწავლებელი და კარგი კლასელები. ჩემ კლასში ყველაზე მხიარულია საბაყადიც. ყველაზე ჭკვიანია მარიამ ნაკაშიც. ყველაზე ცელქი არის თომა. მე ვარ ყველაზე შვიდი და ლამაზი. პლიჩესებიდან მე ვგავარ ლაპურჩეს. ჩემს სამი ლამაზია და გრძელი თმა აქვს. ჩემი საყვარელი საგანია ქართული. საყვარელი მასწავლებელია ჯავიდა ჩაზმა. მხიარულია, გვეხუტება და კარგი გაკვეთილები გვაქვს. რომ გავიზრდები, მინდა გამოვიდე ბუღარტერი. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი მოცეკვავე. მე მიყვარს სიმღერა, მაგრამ მიკროფონი არ მაქვს. მე კიდევ მიყვარს სიმღერა. სამწუხაროდ მიკროფონი არ მაქვს. ზოგჯერ სახლში ვაწყობ კონცერტებს. ჩემი საყვარელი სიმღერა როცა მთვარე ვასკლავებს ნახავს. როცა მთვარე ვასკლავებს ნახავს, როცა ქარი მოყვებას ღამარს, როცა ღამე გვისურვებს კვირტის, მაშინ ვიწყებს უმიზეზო ფიქსავალოლოდის, არ უჩას ბოლო, ცხოვრება გადის ფიქრებში მხოლოდ, სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბიძია, ჩემი ძმა და ბებია და კატა. კიდევ მინდა მყავდეს 2 და. ჩემი ძმა არის 13 წლის და ქვია სანდრო. ის არის ჭკვიანი, ზარმაცი, ნევროების მომშელელი და
მხიარული მატერიალებს და ჩემი ნივთებს ყრის. ჩემი აზრით რომ გაიზრდება გამოვა მშენებელი. მამიკო არის კეთილი, მხიარული, ჭკვიანი, კიდევ მისრულებ ყველა სურვილს. დედიკო არის ლამაზი, ზრუნველი და კარგი დიასახლის. სულ არაგებს სახს და გემრიელ საჭმელს აკეთებს. საჭმელების გაკეთება მეც ვიცი. პირველად საჭმელი რომ გავაკეთე ვიყავი 5 წლის. ეს საჭმელი იყო ტოსტი. ახლა ყველაზე გემრიელად ვადუღებ ყავას მამიკოსთვის. წინა მონაწილემ დავიტოვა კითხვა. ბარბარე რო არ მერქვა, რა მერქმეოდა? მე ბარბარე დავარქვა მამუა და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ ბარბარე რო არ მერქნავს, მექმეოდა სანდრა. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ კითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? ჩემი ოცნების საჩუქარია პლანშეტი. ბედნიერება არის ცეკვა, ხატვა, სიმღერა და დედიკოს და მამიკოს ჩახუტება და გაღიმება. კიდევ არის ყინულის სასახლეში შესვლა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.